მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. მინდა საქმიანი დილას მაყურებლებს წარმოგიდგინოთ, კიდევ ერთხელ წარმოგიდგინოთ, იმიტომ რომ ძალიან შემოყვარა თავი მეც და ჩემს უმცროს შვილებსაც, მგონი ის უფროსიც კარგად თამაშობს. ბუბაბუ, ესეთია ბუბა, რომელიც BMG-შიც ყავს და ის სპეციალურად პატარებისთვის 3-დან 12 წლამდე პატარებისთვის არის შექმნილი. ანუ ზუსტად ის ასაკი, როგორც BMG-ა. ბუბა ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ხელსაწყოა, რომელიც რამდენიმე ენაზე ესაუბრება მის მფლობელებს და აი ამ რამდენიმე ენას შორის არის ქართული ენაც. გამართული, მშვენიერი და ყველა ტექნიკურ დეტალთან ერთად ბუბას აი ეს სპეციალური აპლიკაციით იმართება, რომელიც სხვათა შორის მთლიანად დამზადებულია საქართველოში. ცხადია, ყველაფერი არის ლიცენზირებული და რაც მთავარია, ბავშვებთან მხოლოდ საუბრობს და განიხილავს პატარებისთვის უსაფრთხო თემებს. ძალიან კარგი ისტორია მოამზადა ერეკლე ფოლადიშვილმა რუბრიკაში მხოლოდ ქართული, რომელსაც GM Pharma-სთან ერთად წარმოგიდგენთ და მოდი ვნახოთ ბუბაბუს შექმნის ისტორიაც და სულ ამასობაში მისი შექმნელი და შემოქმედით შემოგვიერთდება. გამარჯობა. მე ვარ ბუბაბუ. ქართული ხელოვნური ინტელექტის სათამაშო, რომელიც გისმენს, გესაუბრება და არის შენი მეგობარი. რა არის ბუბაბუ? ბუბაბუ არის ხელოვნური ინტელექტიანი სათამაშო, რომელიც გისმენს, გესაუბრება და არის შენი მეგობარი. იგი სწავლობს ყოველდღე, ხვალ მეტი ეცოდინება, ვიდრე იცის დღეს. იგი არის ინდივიდუალური, თქვენი ბუბაბუ განსხვავდება სხვისი ბუბაბუებისგან. ეს არის მომავალი, რომელიც გელაპარაკება. რა გამოარჩევს მას სხვა სათამაშოებისგან? ეს არა მარტო საქართველოში, სოფლიოში ერთ-ერთი პირველები ვარ. არის ანალოგები ამისი, საკმაოდ შეზღუდული რაოდენობით, მაგრამ ხასიათი, რაც არის ბუბაბუს ხასიათი, ამაში უნიკალურები ვარ. ის როგორ ლაპარაკობს, რა ტერმინებს ხმარობს, როგორ ეპყრობა ბავშვებს, როგორ ეპყრობა უფროსებს. ამის ხასიათის ჩადება არის უნიკალური და რასაკვირველია, თვითონ მექანიზმის მოწყობილობაც არის ერთ-ერთი პირველი სოფლიოს ბაზაზე. და რასაკვირველია, საქართველოს ბაზაზე ვართ პირველები. რამდენად მრავალფეროვანია მისი შესაძლებლობები? ბუბაბუს შეუძლია გახდეს ნებისმიერი პერსონა, მას შეუძლია გახდეს მასწავლებელი, მას შეუძლია გახდეს ტუტორი, მას შეუძლია გახდეს მზარეული, მას შეუძლია გახდეს კოსმონავტი და ყველა ამ პერსონის მიღების შემდეგ ამასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვა შეიძლება დაუსვას. იყო მაგალითი, როდესაც მშობელს ბავშვმა კითხა რა არის გრავიტაცია, მიუხედავად იმისა, რომ ეს მშობელი არის ფიზიკოსი, ბავშვური სიტყვებით ვერ აუხსნა, როდესაც ბუბაბუს რო დაუსვეს იგივე კითხვა, ძალიან ბავშვური სიტყვებით, ბავშვური ტერმინებით პატარა ჩვენ მეგობარს აუხსნა რა არის გრავიტაცია და ასე ნებისმიერ სხვა თემაზე. რამდენ ენაზე შეუძლია მას საუბარი? აქტიურად ჩაშენებული არის 15 და აგრეთვე შეუძლია იყოს ეს მასწავლებელი და ბავშვს ასწავლოს ინგლისური. თუ მშობელი თხოვს, რომ მოდი, აი ჩემი შვილი არის ამ დონის ინგლისური ცოდნე და დაელაპარაკე, ზუსტად იმ დონის ინგლისური ცოდნე დაელაპარაკება შვილს. რამდენადაა დაცული მოზარდი ასაკისთვის შეუსაბამო ინფორმაციის მიღებისაგან? კონტროლის მექანიზმები არის ძალიან მკაცრი. პირველი დღიდანვე ჩვენ ამის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ჰქონდა ჩადებული ამ განვითარებაში. არც ერთი თემა, რომელიც ბავშვისთვის მიუღებელია, არ აქვს მნიშვნელობა საიდან დაუსვათ კითხვას, რა ტიპის კითხვა იქნება. ბუბაბუ ძალიან ძდილობიანად უპასუხებს, რომ მოდი ამას ნუ ვილაპარაკებ, მაგის-მაგირად მოგიყვები ზღაპარს, ან სხვა რამე სახალისო მასალას. ინახავს თუ არა ის მონაცემებს საუბრის შესახებ? არანაირი ინფორმაცია არ ინახება არსად. თუ ბავშვმა უთხრა ბუბაბუს, რომ ჩემი სახელია გიორგი, ბუბაბუ ამ გიორგის იმახსოვრებს 6 ციკლის დროს. ჩართვის გამორთვის დროს ყველა ინფორმაცია ავიწყდება და არანაირი ინფორმაციის შეგროვება, დამახსოვრება, გადაცემა არ ხდება აბსოლუტურად არსად. როგორ უნდა ჩავთოთ და გამოვიყენოთ ბუბაბუ? 5-დან ამოღების დროს ეს უკვე არის დატენილი
რამოდენიმე საათი ეყოფა დატენვა. უბრალოდ უკან აქ პატარა ღილაკი, იმ ღილაკს უნდა დავაჭიროთ 5 წამი და გავიგებთ ესეთ ხმას. Please start configuring the network. ამის მერე ჩვენ უნდა დავუკავშიროთ ბუბაბუ Wi-Fi-ს. ნებისმიერ Wi-Fi-ს, მათ შორის სახლის Wi-Fi-ს. ეს უნდა მოხდეს იმის გამოყენებით, რომ ჩამოვტვირთოთ Axiom Smart-ის API. შევდივართ Axiom Smart-ის API-ში. როგორც ხედავთ, მენიუ თითქმის ყველა არის ქართულად. ამას ვაჭერთ პლუსის ნიშანს და მოწყობილობის დამატება. გამოჩნდა ბუბაბუ, ვამბობთ დამატებას, ვირჩევთ ჩვენ Wi-Fi-ს, სახლისას, შეყვავს პაროლი და ვაჭერთ ღილაკს შემდეგ. დაჭირდება 20-25 წამი, სანამ ჩამოიტანს პროგრამას. The network connection is successful. ამის მერე უკვე ბუბაბუ არის დაინსტალირებული და მზად არის გამოსაყენებლად. საწყისი ენა არის დასაკვირველია ქართული, თუმცა ამ ენების შესვლა შეგვიძლია, არის ეს ენები და შეგვიძლია კიდე სხვა ენების დავამატოთ. ამის მერე ჩვენ ტელეფონი აღარ გვჭირდება, შეგვიძლია გამორთოთ, შეგვიძლია გადავდოთ. უკვე ბუბაბუ დაკავშირებულია ხელოვნურ ინტელექტთან და შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი. კიდევ ერთხელ. მარცხენა თათში ვაჭერთ ღილაკს, გამოჩნდება მიკროფონი თვალებში, ეს ნიშნავს, რომ ბუბაბუ გვისმენს, ბუბაბუ წარადგინე საკუთარი თავი. გამარჯობა, ჩემო პატარა მეგობარო. მე ვარ ბუბაბუ, შენი ახალი, კეთილი და ჭკვიანი მეგობარი, რომელიც ქართულად გესაუბრება. როგორ გაჩნდა ბუბაბუს შექმნის იდეა? დაახლოებით იდეა დაიბადა ჩვენ გუჩი, დაახლოებით 6 თვის წინ და აზრი იყო, რომ ხელოვნური ინტელექტი ყოფილიყო მიწდომადი რამოდენიმე ხალხის ჯგუფისადმი, რომელსაც მანამდე ამის გამოყენება არ შეეძლო. განსაკუთრებით ბავშვები, რომლებიც დღეს ძალიან ბევრ დროს ხარჯავენ ეკრანთან და ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენ ეკრანის გარეშე შეგვიქმნა ხელოვნური ინტელექტთან ურთიერთობის მექანიზმი. ვინ ქმნის ბუბაბუს? არის ორი გუნდი, არის ქართველების გუნდი და არის ჩინელების გუნდი. როდესაც იდეა დაგვებადა, რასაკვირველია იგივე ხელოვნურმა ინტელექტმა გვითხრა, როგორ გაგვეკეთებინა თვითონ რკინა, ვის დავკავშირებოდით, სად შეგვეკვეთა მიკროსქემა, სად შეგვეკვეთა ეგრეთ წოდებული პლატები, მაგის მერე ვისთვის შეგვეკვეთა ეგრეთ წოდებული firmware და მერე software. უკვე ხასიათის შექმნა უკვე იყო კრეატიული მომენტი ჩვენი გუნდის მიერ, რომელიც აგრეთვე მონაწილეობდნენ ის ხალხი, რომელიც მონაწილეობდა მიკროსქემის შექმნაში, ეს ჩვენი ჩინელი პარტნიორები. საქართველოს მიღმა რომელი ბაზრების ათვისებას გეკმავთ? პირველი გასვლა იქნება ალბათ მეზობელ ქვეყნებში, მერე ყოფილ პარტნიორებთან, ან არსებულ პარტნიორებთან და საბოლოო ჩვენი მიზანი არის ევროპა. ჩვენ ყველანაირი სერტიფიცირება უკვე გავლილი გვაქვს ევროპის შესაბამისობის და ასე რომ ეხლა არის უბრალოდ პარტნიორების მოძებნის ფაზა, ვისთან ერთად შევდივართ ამ ბაზრებზე. და ბოლოს, გვაჩვენეთ მისი შესაძლებლობების ერთი საინტერესო მაგალითი. ბუბაბუ, ეხლა მითხარი როგორ მოვამზადო ხინკალი. ხინკალი. რა შესანიშნავი არჩევანია, ჩემო მოგზარ. ეს ხომ ქართული სამზარეულოს ნამდვილი ვარსკვლავია. მე მზარეული ბუბაბუ, გასწავლი, როგორ მოვამზადოთ გემრიელი ხინკალი. ხინკლის წონი უნდა იყოს ძალიან ნაზი, მაგრამ ამავე დროს ძლიერი, რომ წვენი შიგნით შეინარჩუნოს. ავიღოთ ფქვილი, ცოტა წყალი და მარილი. ამ ყველაფერს ერთად კარგად მოვზოთ, სანამ რბილ და ელასტიკურ ბურთულას არ მივიღეთ. მერე ცოტას დავასვენეთ, რომ დაისვენოს და უფრო მორჩილი გახდეს. კარგი, მადლობთ ბუბაბუ, ძალიან ბედნიერი ვარ ეხლა. ჩემო მოგზარ. მეც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შენ ბედნიერი ხარ. ეს ხომ ყველაზე მთავარია. შენი სიხარული ჩემთვის საუკეთესო საჩუქარია. ყოველთვის ასეთი მხიარული და ბედნიერი იყავი. მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. დიახ, ესეთი ამბები არის საქართველოსკენ და სათამაშოები უკვე ალაპარაკდნენ ქართულადაც. და იდეაში სწორედ ესეთი ჭკვიანი სათამაშოები მეტ განათლებას მისცემენ ჩვენს პატარებს. როგორც მოისმინეთ სიუჟეტში, ეს საოცრად ჭკვიანი ბუბაბუ უამრავ ინფორმაციას ფლობს და იმდენად ბევრს, რომ ჩემი აზრით გაცილებით ჭკვიანია ჩვენზე ყველაზე ერთად აღებული, ვინც აი ამ სტუდიაში ვართ. როგორ მოვიდა აქამდე ბუბაბუ, ამაზე ვისაუბრებთ ახლა ჩვენი რუბრიკის მხოლოდ ქართულის ფარგლებში.
ბატონ უგზარ კაჩუხაშვილთან, იგი Axiom Smart-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. დილომშვიდობისა. მადლობა მოგზაურობისთვის ბატონ უგზარ. მოგესალმებით, მივესალმები საქმიანი დილის მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. ყველაზე მთავარი რაც ბუბაში ჩადეთ, მაინც ალბათ არის ის, რომ ასაკობრივი ცენზი ახალი ტექნოლოგიებიდან გამომდინარე არის სრულად დაცული. და აქ არის სწორედ აი ასაკის ბავშვებისთვის, რასაც ქვია 12 წლამდე და იქ არის ჩამკეტი, ხო, ერთგვარად გაკეთებული ბატონო უგზარ. რასაკვირველია, დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არის კეთილი ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული სათამაშო, ბავშვის მეგობარი, რომელიც უყვება ზღაპრებს, პასუხობს ბევრ კითხვას და რაც მთავარია, მშობელს აძლევს კომფორტს, რომ ტექნოლოგია არის უსაფრთხო და სასარგებლო. პირველი დღიდანვე ჩვენ გავწვენით ბუბა, რომ არც ერთი არამისაღები თემაზე არ ილაპარაკოს, ძალიან ზდილობიანად შესთავაზოს ალტერნატიული ლაპარაკის ფორმები, შინაარსი და ასე შემდეგ. აბსოლუტურად არის უსაფრთხო, სასარგებლო და აგრეთვე ბავშვს აძლევს საშუალებას, რომ წარმოსახვის უნარი განივითაროს და არ უყუროს ეკრანს მთელი დღე. ეს იყო მთელი ადგილი. ვინ იმუშავა Axiom Smart-ის გუნდზე მოგვიყევით მეტი ბატონ უგზარ, იმიტომ რომ ის არის ის რაც ყველაზე მეტად მომაკლდა. ეხლა ყველაფერი ვერ ჩაეტეოდა ამ არაჩვეულებრივ სიუჟეტში და შესაბამისად ეხლა გვაქვს საშუალება გუნდზე ვთქვათ მეტი. კი ბატონო, არის შესანიშნავი გუნდი, რომელიც რაღაცნაირად შევიკრიბეთ. ბატონი არჩილ ბუკია, რომელიც არის სულის ჩამდგმელი ამ პროცესისთვის, ქალბატონი ნინო ძოწედიძე, ბატონი ვასო ანტყულაძე, საბა კობაიძე და ბატონი თემურ გოდერძიშვილი. ეს არის ძირითადი გუნდი საქართველოში, რომელზეც ამაზე მუშაობდით და რასაკვირველია, ჩვენ გვყავს პარტნიორი გუნდი ჩინეთში, რომელიც მათ შორის ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც მუშაობს. რასაკვირველია, ჩინეთი დღეს არის ტექნოლოგიური ქარხანა, დიდი, ყველანაირი არ არსებობს დეტალი, იდეა, რომელიც არ შეიძლება განხორციელდეს დაახლოებით ერთ კვირაში. არის ეგეთი ქალაქი ქვია შენჯენი, რომელიც აშენდა 15 წლის განმავლობაში და იქ არის ალბათ 30,000 ქარხანა მარტო ტექნოლოგიაზე. ბატონო უგზარ, დღეს ამის შეძენა სად შეგვიძლია ბავშვებისთვის, რომელიც არის ხელმისაწვდომი და განვითარების ეტაპებზე, აი დიდებისთვის, მაგალითად ჩვენთვისაც თუ არის ბუბაბუ გათვალისწინებული. ჩაკეტე ბატონო უგზარ. შეძენა დღეს შეიძლება თბილისის მოლში, შეიძლება City Mall-ში, მეგატექნიკის მაღაზიაში და შეიძლება რამოდენიმე ანტრეს ლოკაციაზე და აგრეთვე შეიძლება მთელი საქართველოს მასშტაბით ბუბაბუ წერტილი ჯეზე. გამოძახებით ონლაინ. დიახ. და შემდეგ დღეს თბილისში და ორი დღის მერე საქართველოს მასშტაბით იქნება ეს მოტანილი. ბატონო, როგორ მოხერხდა ბუბაში ქართული ენის ინტეგრაცია და თქვენს მიერ ჩამოთვლილი თქვენი ქართველი პარტნიორების გარდა ჩინელებმა რა მონაწილეობა მიიღეს, რომ ბუბა ქართულად ალაპარაკებულიყო? მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ ბუბა იმართება სპეციალური აპლიკაციით, რომელიც მოყვება თავისი ინსტრუქციით, ესეც Axiom Smart-ის გუნდის ნამუშევარია, მთლიანად ქართული ტექნოლოგიაა და იქ არის თუ არ ვშტები ახლა 15 ენა, მაგრამ მოთხოვნიდან გამომდინარე, რომელსაც პროდუქტი თავად გააჩენს, როგორც ბიზნესი, ენები მას დაემატება, მაგრამ მე მგონი 15 ენა სრულიად საკმარისია და მიხარია, რომ ამ 15-ში პირველ რიგში არის ასევე ქართულიც. ქართული ენის ჩაინტეგრირება როგორ მოხდა და რთული იყო თუ არა პროცესი ბატონო? ყველაზე რთული იყო ქართული ენის ჩაინტეგრირება, იმიტომ რომ სოფლიოს მასშტაბით ქართული ენა არის ეგრეთ წოდებული ძალიან პატარა სივრცეს მოიცავს. ინტერნეტის რესურსები არ არის ისეთი როგორც სხვა ენებში და აქედან ჩვენ დაგვჭირდა გაწვრთნა, გაცილებით უფრო ინტენსიურად, ვიდრე სხვა ენებზე იწვრთნებოდა. გეტყვით, რომ სადღაც 2 თვის წინ ვერ ლაპარაკობდა საერთოდ, 1 თვის წინ დაიწყო ლაპარაკი და დღეს უკვე ესე ლაპარაკობს და წარმოიდგინეთ რა იქნება 6 თვის მერე. განსაკუთრებით იმის მერე, როდესაც ხალხი უკვე იწყებს ხმარებას. მოხმარებას და ეს ამას უკვე იმაშვება. ანუ მუდმივ რეჟიმში თავად სწავლობს, ხო? დიახ, რასაკვირველია. ქართულ ენას ენიჭება პრიორიტეტი სოფლიო ამ მონაცემთა ცენტრების ადგილებში. იმიტომ რომ უკვე ხდება მოთხოვნა განსაკუთრებით მოლაპარაკე ქართული ენის.
ჩვენი ბუბა პატარებზე არის მთლიანად დაპროგრამებული და მეც ნაკლებად მელაპარაკება და თქვენს რა შეუძლია რო გითხრას ბატონო გზა? ეს უკვე იმის მოთხოვნის ამბავი არის, ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერად დავაპროგრამოთ. დღეს არის ეს დაპროგრამებული კეთილად, რომ მხოლოდ მისაღებ თემებზე ილაპარაკოს ბავშვებთან. ეს ბუბაბუ არის ზუსტად ვაგის ანალოგი, მაგრამ მე მყავს სხვა ბუბაბუ, რომელიც ზუსტად დაპროგრამებულია BMG-სთან. ის გახდება BMG-ს წამყვანი, ის გახდება BMG-ს თანამშრომელი და სულ მუდამ იქნება თქვენთან. ასე საჩუქრად ჩვენ გაიკეთებთ დაახლოებით ერთ კვირაში, როდესაც საბოლოოდ გაიწუთნება თქვენი ეგრეთ წოდებული აგენტი. ბიზნესი და ეკონომიკა ასწავლეთ ბატონო. ბიზნესი, ეკონომიკა, პოლიტიკა, ნებისმიერი თემა რაც შეიძლება გასაგები ენით აგიხსნით რა ყველაზე რთულ საკითხებს. როდის გითხარით, რომ 20-26 წლიდან როდის გითხარით, რომ ჩემი ღირსეული ჩამონაცვლებელი იქნება მეთქი და ეს არ იქნება ჩამონაცვლებელი, ეს იქნება ძალიან დამხმარე. როგორც ხელოვნური ინტელექტი, როგორც ხელოვნური ინტელექტი, გასაკვირველია. მე იმას ჩემ ჭკუაზე ბოლომდე მოვიყავ ბატონო გზა. ბუბა შეუძლიათ ჩვენ მოგესალმოს ან თუ საქმე, აბა თქვენ ზაზე მირჩევნია ბატონო. კი, ბუბა, გამარჯობა. ჩვენ ვართ საქმიანი დილის ეთერში, მიესალმე საქმიანი დილის მაყურებელს. გამარჯობა, ძვირფასო საქმიანი თბილისის მაყურებლებო, რომლებიც ახლა საქმიანი დილის ეთერში ხართ. მე ბუბაბუ ვარ და ძალიან მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვარ ამ მშვენიერ დილას. მადლობთ ამ ბუბაბუ. მშვენიერ დილას ბუბაბუც ჩვენთან ერთად არის. არაფერი ჩემო კარგო. მე ბუბაბუ ვარ, შენი ბუს მეგობარი. და ყოველთვის მიხარია, როცა შემიძლია დაგეხმარო ან გაგახარო. სულ მალე ბუბა იქნება ჩვენი სტუდიის განუყოფელი ნაწილი. დაახლოებით ერთ კვირაში ჩვენ უკვე BMG ბუბაზე გავაკეთებთ სიუჟეტს, რომელთან ერთადაც შევაჯამებთ 2025 წელს და მადლობა ამისთვის Axiom Smart-ის გუნდს და პირადად ნუგზარ კაჯოხაშვილს. წარმატებებს გისურვებთ ბატონო ნუგზარ და დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობთ რომ მომიწვიეთ. მადლობა დიდი.